Biznes კოდი კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა სტუდიაში მოგზავნებისთვის. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, ჩვენ შევეცადეთ რომ ღვინის თემა წამოგვეწია დღეს გადაცემაში და გვინდა რომ საინტერესო დიალოგი ინტერვიუ გამოგვივიდეს. ვიცით რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ ღვინის ეროვნული სააგენტო იმისთვის რომ ექსპორტის მოცულობა გაიზარდოს ევროკავშირის ბაზარზე. ამიტომ დავიწყებ ევროკავშირის ბაზრიდან პირველ კითხვას, რა საფასო სეგმენტში განიხილება ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ კონკურენტებად, თუ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ რაღაც გარკვეული ნიშა უკავია ქართულ ღვინოს? ზოგადად ქართული ღვინო, ანუ ქართული ღვინის პრომოცია ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს აკისრია და ეს დივერსიფიკაცია ის სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, ანუ ჩვენი მიზანია რომ ქართული ღვინო გადიოდეს რაც შეიძლება მეტ ბაზარზე და განსაკუთრებით ქართული ღვინო შევიდეს სტაბილურ ღვინის მომხმარებელ ბაზრებზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული მომხმარებლები, გვყავს იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნები, პოსტსოციალისტური ქვეყნები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბაზრები არ არის ისეთ სტაბილური, რომ ჩვენი თქვათ ექსპორტი და იგივე ყიდვა-გაყიდვა იყოს. დივერსიფიკაციის თემა საკმაოდ ისეთი განხილვადი გახდა მას შემდეგ უფრო მწავედ კიდევ, რაც რუსეთის და უკრაინის ბაზარზე კრიზისი დაიწყო და ქართული ღვინის გაყიდვები შემცირდა. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც დაგანახათ იმის აუცილებლობა რომ მოხდეს დივერსიფიკაცია. აი რომელ ბაზრებზე ცდილობს ყველაზე მეტად ღვინის ეროვნული სააგენტო რომ მოხდეს ქართული ღვინის პრომოცია და ექსპორტის ზრდა? თქვენი კითხვა არ დამიმწყებია, მაინც შესავალივით ვაკეთებ, რომ ანუ თავარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გაყიდვები ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე, იქ სადაც ქართული ღვინოს იცნობენ და გაიშალოს ანუ ჩვენი საექსპორტო ქვეყნები იმ ქვეყნებში, სადაც ღვინოს აფასებენ და პოტენცია აქვს ქართულ ღვინოს რომ გაიყიდოს. ესეთი ბაზრები შერჩეული იქნა კერძო სექტორთან ერთად, ექსპერტებთან და ასე ბევრი ხალხი იყო ჩართული, როდესაც სტრატეგიული მიმართულებით განისაზღვრა და განისაზღვრა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი და აზიის ბაზარი, განსაკუთრებით ჩინეთი. ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დიდი ბაზარია ღვინის მომხმარებელი, არამედ ეს ისეთი ბაზარია, სადაც ღვინოს აფასებენ და მხოლოდ ხარისხიანი ღვინით შეხვდა და ევროკავშირში თუ ყიდი ღვინოს, ესე იგი უკვე რაღაც გარკვეულ ხარისხს მიაღწია. და რატომ ამიტომაც პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი? პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ეს ორი ბაზარი შეიჭრა. პოლონეთი იმიტომ, რომ ქართულ ღვინოს შეზარებით უფრო იცნობენ და უფრო კარგი იმიჯი და ცნობადობა აქვს საქართველოს, მაშინ როცა იგივე ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია ფაქტობრივად არ იცნობს საქართველოს, ნუ არ იცნობდა აქამდე და ეხლაც სწავლობენ ნელ-ნელა ხვდებიან, რომ საქართველოს არის თურმე ღვინის წარმოებელი ქვეყანა. ამაშიც ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ვისაუბროთ საქართველოზე, როგორც უძველეს ქვეყანაზე, როგორც განსაკუთრებულ ქვეყანაზე და ასე შემდეგ. ვთქვათ, იგივე სიტუაციურჟეც იყო და საფრანგეთში უკვე დაიწყეს ქართულ ღვინოზე საუბარი, ეს ძალიან დიდი მიღწევარი ქართული მეღვინეობისთვის ზოგადად. პოლონეთში ანუ სამუშაო უფრო ნაკლები არის ცნობადობაზე და საჭირო უფრო გაყიდვები გაიზარდოს. დიდი ბრიტანეთი კი გახლავთ, ასე ვთქვათ, ესეთი ყველაზე დახვეწილი ღვინის მომხმარებელი ქვეყანა, სადაც ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, რომ საიმიჯოთ. ბატონ გიორგი, საკმაოდ კონკურენცია არის მაღალი თვითონ აი ამ ევროკავშირის ბაზარზე, საკმაოდ ბევრი მიმწოდებელი ყავს ბაზარს, ასევე მწარმოებელიც საფრანგეთი ყველაზე დიდი მწარმოებელია, ესპანეთიც, იტალიაც აწარმოებს ღვინოს. აი ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ანუ ქართულმა მეღვინემ რა უნდა შესთავაზოს ბაზარს ისეთი, რომ თავისი ნიშა დაიკავოს? როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ევროკავშირი აწარმოებს მთელი მსოფლიოს ღვინის 2/3-ს ფაქტობრივად და არის თვითონ ექსპორტიორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ შანსი ქართულ ღვინოს ამ გადაჯერებულ ბაზარზე აქვს ის, რომ შეთავაზოს რაღაც განსხვავებული პროდუქტი, გამორჩეული პროდუქტი. რაც საქართველოში გვაქვს შეგვიძლია ვთქვათ, იგივე ანუ ის რომ საქართველო არის მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ის რომ საქართველოს აქვს გამორჩეული ჯიშები, ქართული, ადგილობრივი ჯიშები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად სოფლიოში გავრცელებულია ფრანგული ჯიშები, კაბერნე სოვინიონი ან შარდონე, რომელიც საქართველოში გვხვდება, მაგრამ ძალიან მცირედ თემ სოფლიოს არის მოდებული. როდესაც შედის საფერავი და უყვებირო საფერავი ეს ესეთი განსხვავებული ჯიშია, ქაწითელი, რომელიც ჯერეთი განსხვავებული ჯიშია და მით უმეტეს თუ დაყენებულია ქართული განსხვავებული მეთოდით, იგივე ქვევრის ღვინოზე როცა ვსაუბრობთ, უკვე არის ძალიან ბევრი მოსაყოლი ამ თემაზე და ჩვენი მომხმარებელი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ის მცოდნე და დაინტერესებული მომხმარებელი, რომელსაც აინტერესებს ახალი ღვინის, ახალი ქვეყნების, მეღვინეობის ქვეყნების აღმოჩენა. და ამ სეგმენტში ჩვენ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. საკმაოდ საინტერესო მოვლენა იყო გასულ კვირას, თქვენ წვდანდებოდით საფრანგეთში, სადაც ქართული ქვევრის ღვინო ჩაიტანეს მეღვინეებმა. აი როგორი იყო რეაქცია თვითონ ფრანგების ამ ღვინის მიმართ და რა შანსები აქვს ქვევრის ღვინოს? აქვს იმის შანსი რომ დაიკავოს გარკვეული ნიშა? მოთხოვნა როგორია, იმიტომ რომ მეღვინეები საუბრობდნენ რომ რაღაც კონტრაქტების წინაპირობა გაჩნდა.
იწოდა და გამოუჩნდა მოთხოვნა არის ვამბობენ. კი ბატონო, ამ ზოგადად ჩვენ ბაზრებს გადავხედავთ, თითოეულ ბაზას აქვს თავისი სპეციფიკა, ზოგიერთ ბაზარზე თქვა იგივე წითელი ღვინო ჭარბობს, ზოგიერთ შემთხვევაში მშრალი, ზოგიერთ შემთხვევაში ნახევარტკბილი. საფრანგეთი ისევე როგორც ზოგადად დასავლეთ ევროპის ბაზრები, აქ როგორც ეხლა თქვით, განსხვავებული ღვინით უნდა შევიდეთ და ქვევრის ღვინო ეს ერთ-ერთი მათგანია, რომელიცაც აქვს ეს პოტენციალი. სეგმენტი არ არის ძალიან დიდი. ეხლა ქვევრის ღვინის მომხმარებელი სუპერმარკეტში ქვევრის ღვინოები ალბათ არ შეგვხვდება, მაგრამ იმ სპეციალიზირებულ მომხმარებელს, რომელსაც განსხვავებული გემო აინტერესებს, მათთვის უკვე ცნობილია ქვევრის ღვინის არსებობა და ქართული ღვინო ამ სეგმენტში, ამ ნიშურ სეგმენტში, ბიო და ბიოდინამიკური ღვინოების სეგმენტში, ესეთი გამოჩეული ადგილიც კი უჭირავს და როგორც ესეთ გუროს, ესეთი ამ სტილის ღვინოების წარმოებას ისე უყურებენ. ცოტა, მაგრამ ქართული ღვინო გადის, ქართული ქვევრებიც კი გადის ამ ქვეყნებში იმისთვის, რომ ღვინო დაამზადონ ქართული მეთოდით. ეს ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, იმიჯს ძალიან კარგად მოქმედებს, ქართული მეთოდი, ესეთი ტერმინი, რომელიც შემოდის მეღვინეებში, ღვინის სპეციალისტებში, მაგრამ იმ ხალხში, ვინც ამ მოდას ქმნის. ესე გარკვეულწილად ამ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდამ ხელი შეუწყო კიდევ სხვა დარგების განვითარებას, ხო, იგივე ქვევრების წარმოებას, ახლა ჩვენ სიუჟეტშიც ვნახეთ, რომ არის მეწარმე, რომელიც უკვე 2 წელია ბაზარზეა და კაცრებს აწარმოებს და გერმანიაში გაიტანა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავა კიდევ და სხვა ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი. რა შანსები არსებობს? ანუ ამ მიმართულებითაც ცნობადობა ეხმარება მეორე მიმართულების განვითარებას. იგივე ჩვენ ქვევრის ღვინოზე ვსაუბრობთ, თქვა საფრანგეთი და იტალიაზე როცა საუბარი. ქვევრის ღვინის ცნობადობის გაზრდა ზოგადად საქართველოს ცნობადობასთვის, საქართველოს როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის ცნობადობას და უკვე პროფესიონალებიც, ანუ ის ხალხი, რომელიც ზოგადად ქვევრის ღვინოს შეიძლება 10 კი სვამდეს, ისინი უკვე დაინტერესდნენ საქართველოს და ხშირად მოდის ხოლმე თქვა, ეხლა მოგვიდა მოსაწვევი იგივე ლუარას მხარეში უკვე ენოლოგები, ანუ პროფესიონალი მეღვინეების კონგრესზე საქართველოს მიწვეულია როგორც პირველი სხვათა შორის უცხოელი მონაწილე ქვეყანა, იმიტომ რომ ქვევრი რაღაც ქართული ჯიშები, ამაზე საუბარმა ეს ცნობადობა უბრალოდ გააჩინა ინტერესი პროფესიონალების წრეებში. ესე იგი განსხვავებული პროდუქცია უნდა შევთავაზოთ ამ ბაზარს. ამ ბაზარს, რომელიც გადაჭერებულია განსხვავებული პროდუქცია აუცილებლად. დიახ, რაც შეეხება დსთ-ს ბაზარს, თქვა უკრაინაში და რუსეთში არის კრიზისი, ჩვენი სამიზნე ბაზრები იყო გარკვეულწილად წინა წლებში საკმაოდ დიდი მოცულობა იყიდებოდა. ეხლა ვნახეთ ჩვენ სტატისტიკა იანვრის, სადაც 126%-ით არის რუსეთში ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილი და რამგან პირობა ეს რითი აიხსნება თქო ეს სტატისტიკა იანვარში. ზოგადად სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენს ტრადიციული ბაზრებზე რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, აცის სახალხო მდგომარეობა, მოგეხსენებათ ზოგადად ვალუტის კურსი ამ ქვეყნებში ძალიან დიდი ინფლაციას განიცდის და ეს მოქმედებს ჩვენს გაყიდვებზე. მართალია ხა იანვრის თვეში წინა წელსაც შედარებით მატება გვაქვს რუსეთის მიმართულებით, ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ თქვათ, როდესაც კრიზისი დაიწყო შარშან, ეს გაცილებით ღრმა იყო ეს კრიზისი, ასე თუ ისე დაალაგდა ურთიერთობები, გადაიხედა ეს საფასო პოლიტიკა, ზოგადად ურთიერთობები გადაიხედა მყიდველის და გამყიდველის მხრიდანაც და ასე თუ ისე დასტაბილურდა და გადაზიდვები. თუმცა მაინც რუსეთში წელსაც არ ველით ძალიან დიდ ზრდას რუსეთის მიმართულებით, ესეც ზოგადად ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე. დიახ, 2016 წელს თქვა რომელი ბაზარი გახდება თქვენთვის უფრო საინტერესო და რომელი ბაზარი შეიძლება იყოს ახალი სამიზნე ბაზარი ქართული ღვინისთვის? ჩვენ სტრატეგია ავირჩიეთ და ამ სტრატეგიული ბაზრები გასაზრდულია და ამ დადგენილ სტრატეგიას მივყვეთ და სამოქმედო გეგმას მივყვებით. ანუ დარჩება იგივე, ალბათ შენარჩუნება ტრადიციული ბაზრების და ამერიკა, აზია, ჩინეთი განსაკუთრებით და იაპონიაც და ევროკავშირის ქვეყნები მაინც ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებებია, სადაც უფრო მეტი აქტივობები განხორციელდება მარკეტინგული მიმართულებით. დიახ, რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, აი ამ მიმართულებით რას გეგმავს სააგენტო, თუ აპირებთ თქვა ამ სეგმენტში ჩართვას, ამ მიმართულების თუ არის სტრატეგია, იმიტომ რომ გარკვეული ინტერესები ამ მიმართულებითაც არსებობს, ხო, საქართველოს მიმართ. გარკვეული და ალბათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება უნდა ვთქვათ, ჯერ ერთი ადგილზე გაყიდული ღვინო, ეს არ არის მხოლოდ ღვინის გაყიდვა, ეს არის ზოგადად სტუმრები ჩამოსული საქართველოში, ტურიზმი ვითარდება ქვეყანაში და ზოგადად მთავრობას აქვს ესეთი გეგმაზომიერი პოლიტიკა და აქ თქვათ ღვინის ტურიზმის განვითარებაზე, ისე როგორც ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს სხვადასხვა უწყებები, ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად მუშაობს და წელს იგივე იგეგმება ღვინის ტურიზმის საერთაშორისო
კონფერენციის ჩატარება საქართველოში სექტემბრის თვეში ჩამოვიდნენ ღვინის ტურიზმის პროფესიონალები. ანუ ეს კიდევ ერთი დიდი ნახტომი იქნება ამ მიმართულების განვითარების მხრივ. და ღვინის ტურიზმი ზოგადად კულტურას წევს, ღვინის მოხმარების კულტურას ამაღლებს ქვეყანაში და ფაქტობრივად ისაც შეგვიძლია ჩვენ ვაჩვენოთ მსოფლიოს ყველაზე კარგი ადვილი საჩვენებელია სწორედ საქართველოში. ქართული ღვინო, ქართული სამზარეულო, ქართული სტუმარს მოყვარეობა. დიახ, ვატენგერგი, თუ შეგიძლიათ თქვათ აი სტატისტიკური მონაცემების გვაინტერესებს 2015 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან რა შემოსავალი მიიღო? კი ბატონო, ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი იყო 98 მილიონ დოლარზე, ცოტა 100 მილიონ დოლარამდე დაახლოებით გაყიდული იქნა 36 მილიონი ბოთლი ღვინო, ან ბოთლზე გადაანგარიშებით. დიახ, ანუ მაჩვენებელი მზარდი არის ხო წინა წლებთან? კლება არის 2014-თან შედარებით, მოგეხსენებათ 14-ში ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო გავიდა ექსპორტზე, ანუ 2014-ის ანალოგი წინა წლებში რო გადავხედოთ არ ყოფილა ბოლო 25 წლის განმავლობაში. თქვა ექსპორტის შემცირების ფონზე ადგილობრივი ბაზარი, ანუ ადგილობრივი მევენახეობა როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში, თქვენ როგორ ხედავთ? ეხლა ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და კახეთში როცა ვესაუბრეთ ფერმერებს, ისინი საკმაოდ კარგი მოლოდინები აქვთ, ამბობენ რომ თქვა წინა წელს საკმაოდ კარგი შედეგებით დასრულდა რთველი და წელსაც გეგმავენ რომ ვენახების ფართობი კახეთში გაიზარდოს. როგორ ფიქრობთ, თქვა გაწდება ამას საექსპორტო პოტენციალი ამ ხელა წარმოებას თუ ისევ ჩაერევა სახელმწიფო და 2016 წელსაც მოსალოდნელია დარგის სუბსიდირება. აი როდი შეიძლება აღარ მოხდეს სუბსიდირება? ზოგადად იცით ალბათ და კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო რომ სახელმწიფოს მიზანია სუბსიდირება ზოგადად შემცირდეს და საერთოდ აღარ იყოს საჭირო დარგი ისე განვითარდეს რომ სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდებოდეს. უბრალოდ გადაწყვეტილება სუბსიდირების შესახებ მიიღება თვალის დასაწყისში, მაშინ როდესაც აანალიზებენ ყოველდღის მოთხოვნა მიწოდების ბალანსს და თუ ჩნდება საშიშროება რომ ყურძენი შეიძლება დარჩეს ჩაუბარებელი. ზოგადად არ გვინდა რომ ყურძენი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ეკონომიკურად ასევე კულტურულად არ უნდა გაფუჭდეს. გადამოშეველი არ უნდა დარჩეს. წელსაც ალბათ დაახლოებით იგივე მდგომარეობა იქნება მოთხოვნა მიწოდების მხრივ, ყურძნის რაოდენობა იზრდება, ექსპორტი დაახლოებით მეტნაკლებად სტაბილურია და ბაზარზე არის ყოველთვის ჭარბი ყურძენი, რომელიც რჩება. ზოგადად ეს ეკონომიკაში იწვევს ფასების კლებას, ყურძენზე მოგეხსენებათ, თუმცა ფასი ჭარბი მიწოდებაა და მოთხოვნა ნაკლებია, ფასი მცირდება. უბრალოდ ყველა ცდილობს რომ ეს ფასი არ ძალიან ქვემოთ არ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ყურძენის მევენახეობა მომგებიან დარგად უნდა დარჩეს. და ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან ბიზნეს კოდს, ჩვენ გვაინტერესებს რომელი არის თქვენი საყვარელი ღვინო ქართულ ბრენდებში და რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას? სულ ამ ცოტა ხნის წინ მკითხეთ რომ დავიწყეთ მოყოლა, საკუთი თხანს გაგრძელდა ეს მონაყოლა, ანუ ერთი საყვარელი ღვინო რა თქმა უნდა არ მაქვს. გააჩნია ალბათ ხასიათს, მაინც ალბათ ქართულ ღვინოზე ვიტყოდი, თუმცა ძალიან ბევრი საქართველოს ძალიან ბევრი კარგი ღვინოა იმისთვის რომ მხოლოდ ერთი შევარჩიოთ. აი საუკე რომელია თქვა ყველაზე გამორჩეული ბრენდი? ქაწითელი საფერავი, ციცქა, ოჯალეში, ალექსანდროული და შეიძლება გავუწოთ. საკმაოდ გურმანი ყოფილხართ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი სტუდიაში მოსვლისთვის, საინტერესო საუბრისთვის. რა პერსპექტივები აქვს ქართულ ღვინოს უცხოეთის ბაზრებზე? დღეს ეს იყო ბიზნეს კოდის მთავარი თემა. ხოლმე 19 საათზე ისევ შევხვდებით ბიზნეს კოდის სტუდიაში. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ნინო ნატროშვილი მუშაობდა.